საღამომშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ისევ და ისევ ტექნიკური პრობლემები აქვს. გვერდს როგორც კი დაიწყება ვიდეო ეთერი და ბოდიში ხდით, ამიტომ ორჯერ მომიწია გაწყვეტა ვიდეო ლაივის. მოკლედ, საქართველოში ისეთი ამბები ხდება, ნაოცნებარ ქვეყანაში, გაბრწყინებულ ქვეყანაში, რომ დღე არ გავა რაღაცა უბედურება არ მოხდეს, ისეთი რომელიც საჯარო იყოს, ყველამ გაიგოს და აი ახლა გუშინ მაგალითად თუ ქუჩაში კლავდნენ ვიღაცა კლოუნს და სხვა სახელი ადამიანს მე არ შემიძლია უწოდო იმის გამო რომ რას ქვია ქოცებში აგინა დღეს აგერ ყოფილი ქოცი არ ვიცი მანამდე ნაციო რას არ ბუძახოდნენ თვითმკვლელობას ბრჭყალებში ცდილობს და უზარმაზარი თანამდებობის ადამიანი და ახლა მთელი საქოცეთი გუშინ რომ ვიღაცა ადამიანის ქუჩაში ცემაზე და ჩაწიხვლაზე ტაშფანდურს ურტყამდა და მღეროდა და ტაშფანდურობდა დღეს ღმერთო გადაარჩინე ლოცვაშია ჩავარდნილი მე მინდა პირდაპირ როგორც ადამიანურად სულთა ქრისტიანულად თქვა მე ამ ადამიანს პირველ რიგში უსურვებ ჯანმრთელობას უსურვებ რომ ის გადარჩეს თუნდაც მარტო იმიტომ რომ მას მშობლები ყავს და შვილები ყავს და საჭიროა მამა და შვილი, მშობელი არ უნდა ესწრებოდეს ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებას და მსგავს რაღაცებს, პირველ რიგში მისი ოჯახისთვის და მეორე რიგში იმისთვის, რომ რა ვიცი, გამოჯანმრთელების მერე თუ ეყოფა იმის ვაჟკაცობა და კაცობა, რაც მოხდა მის თავს და რაც ხდება მის თავს ის ღიად ილაპარაკოს, როგორც ქვეყნისთვის ეს არის აუცილებელი. როგორც ყველამ იცით, დღეს დილიდან ადრიანად, რა ვიცი, ტოპ ნიუსი არის ალბათ, მთელი ქვეყანა საუბრობს იმას, რომ რიჟვაძე, რომელიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, თურმე თვითმკვლელობა ცადა და არის ახლა საავადმყოფოში რეანიმაციაში აპარატზე შეერთებული, ძიმეთ სტაბილური არის მისი მდგომარეობა და ამის გამო დაჭერილი არის მისი მეგობარი, სადაც ცადა თვითმკვლელობა. ანუ ესე იგი, თურმე ბათუმიდან კაცი ჩავიდა გურჯაანში იმისთვის რომ თავი მოეკლა. გამოიარა აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, ქართლი, თბილისი და ჩავიდა კახეთში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით რომ თავი მოიკლას. და იქ მეგობართან ცადა ესა თვითმკვლელობა, ну ესა ოფიციალური ვერსია, რომელი ოფიციალური ვერსიასაც ესენი ასაჯაროვებენ და აი ამ თანაც წერილიც მოუსწრია, წერილიც დაუწერია და დაუტოვებია. არაფერს ზედმეც მე არ ვამბობ, რასაც ესენი ოფიციალურად ავრცელებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ვინახავთ ამ დამპალ რეჟიმებს ამდენი ხნის მანძილზე, ეს ყველაფერი უნდა დავიჯეროთ, თურმე ესი არის, ისი არის და რა ვიცი, ეს ნორმალური ცხოვრება არის თურმე საქართველოში. და კი ბატონო, რასაც ამბობთ ოფიციალური ვერსიას, მეც ვეცდები, რომ ეს ოფიციალური ვერსია იმას ვქნა, რა ქვია, რამენაირად მეც მაინტერესებს და ხალხსაც აინტერესებს, რამდენად ჯანსაღია ამათი ოფიციალური ვერსია და როგორ შეიძლება ამას ნორმალურმა ადამიანმა შეხედოს და ერთად განვიხილოთ ახლა იმას, რასაც ამბობს ოფიციალური წყაროები. თავიდანვე, აი სულ თავში მინდა ვთქვა ის, რომ საქართველოში და საერთოდ საქოცეთში მიმდინარეობს დიდი კლანური დაპირისპირება. ეს დიდი კლანური დაპირისპირება დაწყებული არის კობახიძის კლანს და ღარიბაშვილის კლანს შორის. ერთი ყოფილი კლანი, რომელიც მანამდე მართავდა, ორივეს ყავს ერთი პატრონი, ამას ქვია ბიძინა ივანიშვილი. ორივემ უნდა ილოცოს ბიძინა ივანიშვილზე და ერთმანეთი უნდა ჭამონ. ესა სისტემის ჩვეულებრივი ფორმა, რომელი ფორმითაც სისტემები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამით ხდება მართვის მეთოდი. ასე იყო გესტაპო და SS ერთმანეთს დაჯახებული თავის დროზე ფაშისტურ გერმანიაში, ასე არის FSB და GRU ერთმანეთს დაჯახებული, ასე არის სხვაგან და სხვაგან. ყველგან ხდება ასე ორი სისტემა არის ერთმანეთს დაპირისპირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთან სახელმწიფო სისტემები კი არ არის დაპირისპირებული, კლანები არის დაპირისპირებული, პოლიტიკური კლანები ერთმანეთს, რომელსაც ყავს ერთი ბატონ-პატრონი. ამ ბატონ-პატრონს ქვია ბიძინა ივანიშვილი. ეს ბიძინა ივანიშვილი რო იყოს, კარგად ეს ჩვეულებრივი სისტემა არის აწყობილი, მაგრამ აი ამ სისტემის შიგნით უკვე რაც ხდება, აი ეს კოცური ძალაუფლება, რომელმაც მთავარი ახო მშვიდობა გვაქვს და მიშა ხომ მოგვაშორა. აი აქ ამაში არის საქმე, არაფერს შუაში არ არის ვიღაცის სუიციდის მცდელობა და ასეთი რაღაცეები.
კლანური ბრძოლა არის, ეს კლანური დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი მოაშორეს, მას შემდეგ, რაც უშიშროების მინისტრი ლილუაშვილი მოაშორეს და უშიშროების მინისტრის მიერ დანიშნული კლანები, რომელი კლანებიც იყო აჭარიდან კახეთამდე, თავიდან ბოლომდე დანიშნული, ეს კლანები მიაყოლეს, იმიტომ რომ უშიშროების საქმე მთავარი არის ქვეყნის შიგნით აი ამ კლანების შექმნა და მართვა, მერე მოაშორეს აი გომელაური და მოვიდა ახალი კლანი, რომელ ახალმა კლანმაც თურმე როდესაც ჩვენ გვიმტკიცებენ, ყოველ დღე გვიმტკიცებენ იმას, რომ აი თურმე ქართული ოცნების ხელისუფლება კორუფციიდან ყველაზე თავისუფალი არის, თურმე ქართული ოცნების ხელისუფლება რეიტინგებში 100 არის, 100 არის, 100 არის, აი როგორ იბრძვის ახლა ეს ქართული ოცნების ხელისუფლება თავიანთ წმინდა რიგებში დამნაშავეების გამოსავლენად და მიმდინარეობს სანიტარული სამუშაოები, რასაც ძველი კადრები, რომლებმაც ბევრი ჭამა და მე ახალ კლანთან ვერ დალაგდა შეეწირებია. კაცო მაგენი უჩვენათაც დაჭამენ ჩემო ლექსო ერთმანეთს, უბრალოდ რაშია საქმე იცი? სანამ ესენი ერთმანეთის ჭამით და კლანურობით არიან დაკავებულები, მანამდე ქართველიერი სულიძვრება და ჩვენს ირგვლივ ისეთი რაღაცეები ხდება, ხვალზე შეიძლება ქართველიერის ახსენებელი აღარ დარჩეს. ამაშია საქმე. თუ არა ამათ ერთ დღეს გაწყვეტილა ერთის კლანიც და მეორეს კლანიც და მიყოლია ბიძინა ზემოდან მაგი მე არ ვიდართო. ახლა გავყვეთ ამ ოფიციალურ ვერსიას, რომელიც ჩვენ უნდა დავიჯეროთ. თურმე დავიჯეროთ რიჟვაძე, ამხელა თანამდებობის პირი, მოულოდნელად მოუარა ამ ადამიანს თავში, ჩავიდა კახეთში და ცადა თვითმკვლელობა. ესე იგი იქედან კახეთამდე თავის მოსაკლავი ვერც ის ნახა, რა ქვია, ადგილი ნახა და თავს სხვათა შორის მეგობართან სტუმრობის დროს არ იკლავენ. ეს ერთი. არ არსებობს ასეთი თეორიაში ყველაფერი შეიძლება დაუშვა, მაგრამ თვითმკვლელები ვინც არიან და ვისაც სუიციდისკენ მიდრეკილება გაჩნია, ისინი ყოველთვის ეძებენ განმარტოვებულ ადგილს, საკრალურ ადგილს, სადაც დაასრულებენ სიცოცხლეს. და მეგობართან არ მიდიან სტუმრად თავის მოსაკლავად. და მე წერილში არ წერენ, რომ ამ ჩემ მეგობარს ეს წერილი ცალკე განსჯისთემა არის. ჩემს მეგობარს ხელი არ ახლოთ, ვაშკაცი კაცია და კაი კაციაო. მე თავს ვიკლავდიო და მივედიო იარაღი ავიღო. გამოდის თურმე რომ რიჟვაძემ, რომელიც ამდენ წლების მანძილზე ამდენ ფულებს ატრიალებდა აჭარაში, ამდენ ფულებს იდებდა ჯიბეში და ამხელა აი ეს კორუფციული აისბერგის წვერი იყო უბრალოდ, იარაღიც კი არ ქონდა, თურმე თავი რომ მოეკლა. და თავს როგორ იკლავდა, ეს კიდე ცალკე საკითხია. თავს ასე იკლავენ, ისე თავზე იდებენ და ისე იკლავს თავის მკვლელი და არა ასე. ან ასე. ღვიძლში და ფილტუში და ამნაირ ადგილებში არ ხდება თავის მკვლელი. ხო, ნუ არ ვიცი ახლა ესეც კიდე ცალკე განსჯის საქმე არის, მაგრამ 100-დან 99% თვითმკვლელი თავს იკლავს პირდაპირი გაგებით, თავში იხლის ტყვიას. ასე ხდება ეს. და ხდება განსაკავებულად ან თან ისეთ ადგილზე, სადაც ნახავენ. და არა მეგობრის სახლში. იმიტომ კარგად იცის, რომ თურმე მე მეგობარიც შეიძლება ამ შარში გაირიოს. ახლა მეორე საკითხი. საკითხი იმის შესახებ, რომ თურმე მივიდა მეგობარი მოგივიდეთ თქვენ სახლში. და რა თქმა უნდა თქვენ სახლში თქვენმა მეგობარმა თქვენზე უკეთესად არ იცის სად არის იარაღი შენახული. მივიდეს ისე რომ თქვენ გეძინოთ, ყველას ეძინოს, აიღოს თქვენი ოთახიდან იარაღი და თავი მოიკლას. თქვენ და დაუკითხავად. იცის ესე იგი იარაღი თუ აქ ადამიანს ისეთ ადგილას აქვს და შენახული და გადამალული, რომ ვიღაცის ხელი არ მივიდეს. ანუ ესეც თურმე ისეთი ძმობა ქონდათ, რომ თურმე ეს ცოდნია სადაა იარაღი. ხო? ეს მეორე საკითხი. ახლა მესამე საკითხი. სანამ თურმე თვითმკვლელობას ცდიდა, არ ვიცი, გულში თუ ფილტვში, თურმე მანამდე იღებს წერილს და ყველაზე საინტერესო არის წერილის შინაარსი. და მე ეს წერილი როგორ იქნა გამომჟღავნებული, ეს ცალკე საკითხია. ანუ იღებს ადამიანი წერილს, შეგნებულად წერს და წერილის შინაარსი რა არის? თურმე ამას აბრალებენ
კორუფციონერობას, ბარიგების მფარველობას და რომელშიც თურმე უმციკლოა თვითონ და თურმე მამამისი, რომელიც არ ვიცი, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამამისი იჭერდნენ და კორუფციაში იყო გარეული, მისი დავალებით მოქმედებდა და ყველა მის ირგვლივ მისი დავალებით მოქმედებდა და ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი მომენტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის იმედი აქვს. პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილი თუ შენი მეგობარია და მათ ხელში თანამდებობაზე იყავი, ვისი უნდა გეშინოდეს ქვეყანაში, ვინ უნდა გტენიდეს, ამ საქმეს მე ვერ ხვდები. თუ კი ქვეყნის პირველი პირები შენი მეგობრები არიან, 7 წელიწადი იყავი იქაობის გამგებელი. არ ელემენტარული ამის გაგება ვინმე შეუძლია, რომ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილი უშუალო აღარ მაქვს დაბალ რგოლზე საუბარი, უშუალოდ ამის მეგობარი და მას თხოვდეს მისი მადლობას უხდიდეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა სიკვდილის წინ. თვით კაცი თავს იკლავს. კაცი თავს იკლავს სისტემაში, რომელიც სისტემაც მას აიძულებს თავი მოიკლას და ივანიშვილს უხდის მადლობას. ეს რომელ ნორმაში იჯდება და რომელ ლოგიკაში იჯდება. პრემიერ-მინისტრს აბარებს ოჯახს, მიმიხედეთო. ბიჭო, გამაგებიეთ, კაცო, ეს კაცი ალქაჯებს ებრძოდა, ეშმაკებს ებრძოდა თუ პრემიერ-მინისტრი და ივანიშვილი თუ მისი ახლობელი იყო, ვინ დაძნებდა ამ კაცს დასაჭერად და გასაუბედურებლად და არა, თუნდაც დაჭერა იყოს თავის მოკლა ციხეში მარჯობია? ნორმალური ადამიანისთვის. და რის გამო ახლა ხო სამშობლოს ღალატს ყვარტელიან კორუფცია თუ არა კორუმპირებული არიან ქოცები თავიდან ბოლომდე და ყველა ჩინოვნიკი ვინცაა საქართველოში ნაცკოციდან და შევარდნაძიდან მოყოლებული ახალი ამბავი ახლა რომ ვინმე დაიჭირონ და იქ კიდე დაიჭერენ და ფულს რამდენ ჩადებს და გამოძრობა ეს ცალკე საკითხია. ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი მთავარი მომენტი ამ წერილში არის ესეთი რაღაცა. პატრიარქს ახსენებს, რომ თურმეო პატრიარქსო უღრმესიო მადლობაო, მაპატიეთო, ეს ამ პატრიარქს ხო არ ეშობიან, არც ისე და არც ასე. ბიჭო, მე მინდა გითხრათ, აი 100%-ით მინდა გითხრათ, მე შეიძლება იტყვიან, მე მოინათლაო და ასე შემდეგ. ვინც იცის რიჟვაძე ვინაა? ვინც იცის რიჟვაძე საიდანაც არის? და ვინც იცის მისი ოჯახის ისტორია და ტრადიცია, მე კარგად ვიცი, აჭარა უამრავი მეგობარი მყავს და მე თანხმებიან აქაც. ეს ადამიანი მისი ოჯახით არის მუსულმანი. რწმენით, ყველაფრით, სიმართლე გითხრათ, მე უშუალოდ მაგისი ხო, არც ქრისტიანობის ბჯერა და არც მუსულმანობის ბჯერა, იმიტომ რომ მის ბიოგრაფიას ჩახედეთ და გეტყვით, ესა სოროსელი. სოროსელია. მაგრამ ოფიციალურად ეს ადამიანი არის და მისი ოჯახი იყო მუსულმანი. ნუ არ ვიცი ახლა მე შეიძლება გაინათლა და ახლა ასეთი ხო მიღება არის რომ ახლა ასე ჭირდება თანამედროვე სისტემას და ახლა პატრიარქის ყველა პატრიარქი და ივანიშვილი უფრო დიდა თუ პატრიარქი ეს კიდე ცალკე საკითხავია დღევანდელ საქართველოში, მაგრამ ახლა მოდაში არის ეს პატრიარქ მადიდებლობა და მაგრამ მე გეუბნებით ეს ხალხი თავისი ჯიში ჯილაკით არიან მუსულმანები. ანუ იმ წერილს ვინც წერდა იმანა ისე ჩქარა ის წერილი დაწერილი ჯერ ახლა ჩვენ ძალიან არ გავიგოთ ეს მისი კალიგრაფია თუ არ არის. ექსპერტიზას ჩვენ გაგვაგებიებს ვინმე თუ არ გაგვაგებიებს ცალკეა. ეს არ ქონდა ნაფიქრელი, იმდენად სწრაფადაა ის წერილი ჯერ დაგვირდით დაწერას როგორი დაწერილია. ახლა მეორე საკითხი. ბიჭო, მომხდარი არის დანაშაული, ხო? თვითმკვლელობამდე მიყვანა, ან თვითმკვლელობა, უბედური შემთხვევა. ნებისმიერი ნივთი, რაც არ უნდა თქვა. როდესაც ამ დროს მიდის ადამიანი, როდესაც ადამიანი მიყავთ საავადმყოფოში და არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მომხდარი, მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტრუსიკი, მაიკა, ყველაფერი იქნება ერთად აკრებილი, ილუქება და გადაეცემა გამოძიებას. ამ შემთხვევაში რა ხდება? ესე იგი ექიმმა, რომელმაც მიიღო და ჩაიბარა პაციენტი, ნუ მოუარეს ექიმებმა და ექნებმა, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი სერიოზული მტკიცებულება, რომელიც თვითმკვლელის წერილს შეეხება, შეინახეს, კი არ გადაცეს საგამოძიებლო ორგანოებს, მისცეს ჟურნალისტებს
და ვინ არიან ეს ჟურნალისტები? პროსახელისუფლებო პირდაპირ სახელისუფლებო ტელევიზია იმედი და სახელისუფლებო სააგენტო პრაიმ ტაიმი. მე მგონი, ხო, ასე ქვია. ამ სააგენტოს. ხო არ მეშლება, მე მგონი ფხაკაძე არის, მე მგონი მაგის ის, რა ქვია. რომელიც პირწავარდნილი ხოცები არიან, თავის სააგენტოიან, თავის იმიანად. და წარმოიდგინეთ, ხალხო. თვითმკვლელი ადამიანის უკანასკნელი წერილი, უკანასკნელი თხოვნა, რომ არ გამკვეთოთ, ეს ასე, გამოდის საჯაროდ და საჯაროდ ამას გებულობს სადა ქვეყანა. ახლა ამის უფლება აქვს თუ არა ჟურნალისტებს, ეს კიდე სალკე საკითხია. ეს კიდე სალკე საკითხია, მაგრამ თუ ესე არის და მას მართლა ქონდა ეს წერილი და ეს წერილი იქნა გადაცემული ჟურნალისტებზე, აქ არის სისხლის სამართლის დანაშაული მომხდარი, იმიტომ რომ ნივთმტკიცება გამოძიების ნაცვლად საქმის მასალები იქნა გაჟონილი სპეციალურად. და ესე იგი რომელიმე ექიმმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მეტი არა, ჩემი დამაწყევარი, ახლა ის ექიმის გადაცემული არ იყოს ვინმეზე. მეტი არა, ჩემი დამაწყევარი. მივალთ ახლა ყველა ვერსიამდე, მივალთ თანდათან. და თუ ეს ლოგიკურად ასე არა, რა ვიცი, მე მესროლეთ ტყვია. ახლა შეხედეთ. წერილში კიდე რა ხდება? ესე იგი წერილს როდესაც მოისმენ, ესე იგი ადამიანს ეს აქ დაწერილი, მას შემდეგ გექნება შტაბ-ეჭრილება, როდესაც ეს ამბავი უკვე მოხდა. და რატო? იმიტომ რომ ის ახლედიანი, ვინც დაჭერილი ყავთ და ვისთანაც სახში იყო მეგობარი. იმ მეგობარზე იძახის, ეს კაცი არაფერში არ დაადანაშაულოთ, კაცობის მაგალითია, ძმობის მაგალითია, ამის მაგალითია, იმის მაგალითია და დანებეთ თავი ეს არ დაიჭიროთ. მე თვითონ ავიღე, ეს ყველაფერი, ხო? თვითმკვლელობის მცდელს გათვალისწინებული აქვს. ამას წერს. თქვენ ხალხო ნორმალურები ხართ? ნორმალურები ხართ, რომ ახლა ეს ბოდვა უნდა დავიჯერო მე? და უნდა დაიჯეროს საქართველოს მოსახლეობა? რომელიც ასეთი იდიოტიზმი ჯერ არ მომხდარა. მე არ ვიცი, ამას ვერ ხვდები სიმართლე გითხრათ, იცი, როგორ დებილიზმთან აგვაქვს საქმე, იცი, როგორ გვადებილებენ, როგორ გვაშტერებენ, როგორ გვაქინძებენ, რომ ეს უნდა დავიჯეროთ ჩვენ. და რა თქმა უნდა, ახლა იქ ეს მივიდა, ის მივიდა. ახლა რა შეიძლება ვივარაუდოთ რეალობაში, რა შეიძლება მოხდეს? რაც შეეხება რიჟვაძის და ქოცების მოღვაწეობას აჭარაში. მე მინდა გითხრათ, ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი მეგობრებიდან, ჩემი ახლობლებიდან, ვინც უამრავი მყავს აჭარაში, ენაცვალოთ ჩემი თავი, ძალიან კარგად ვიცი რა ხდებოდა აჭარაში. ძალიან კარგად ვიცი როგორი კორუფციული სისტემა ქონდათ ქოცებს აწყობილი და ეს რიჟვაძე იყო წინა ფონზე წამოწეული. იმიტომ რომ ყველაფერზე ხელის მომწერი იყო, ეგონა იშოვნიდა ფულს, ეკნებოდა სახელი, იქნებოდა თავისი კლანით წინ წამოწეული და თავისი კლანით როდესაც იქნებოდა წინ წამოწეული, იქნებოდა სულ. მაგრამ ეს რაღაცები არ ხდება, ადრე თუ გიან ეს ყველაფერი მთავრდება. სულელია, იდიოტია ამის გამკეთებელი. მილიონები იშოვა მაგან და მისმა კლანმა, მისი ოჯახური ბიზნესითაც, რაც შეეხება ბარიგების მფარველობას. ხალხო, აჭარა ჯერ საქართველო გაბარიგებული რო იყო, ამას რაიმე კითხვა უნდა და ვინ გააბარიგა საქართველო და ვინ გახადა საქართველო ლამის მეორე ამღანეთად. გახადა ბიძინა ივანიშვილმა და ქოცებმა თავისი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის. და მიუშვა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აჭარაში ყვაოდა ბარიგობა. მაგრამ ეს არ იყო რიჟვაძის ბრალი. მე გეუბნებთ, იმიტომ კი არა, ვინმე ანხელი დავაბარო, საერთოდ არ მაინტერესებს. რა, მე გეუბნებთ სიმართლეს. ეს რიჟვაძე იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ტორპედო წინ წამოწეული, ამას აკეთებდა უშიშროების მინისტრი და მისი კლანი თავიდან ბოლომდე. რიჟვაძეს ამ საქმეებიდან მიდიოდა კაპიკები. თუ სიმართლე
კაპიკების ზოგადად საქმიდან თუ არა, ისე მილიონებზია აქ ლაპარაკი. მილიონებზია ლაპარაკი. აქ თქვენ გონიათ, სადღა 2000 და 3000 დოლარზე და რამეზია ლაპარაკი. აქ 100.000-ებზე და მილიონებზე საუბარი, მაგრამ ის ფული რაც ტრიალებდა აჭარაში, კორუფციაში და ბარიგობაში, იმაში რიჟვაძის პროცენტი შეიძლება ყოფილიყო 0.5 თუ იქნებოდა დიდია. არ იქნებოდა მეტი. ამიტომ, როდესაც მოხდა დაშლა უშიშროების შეფის და მისი კლანების და იქ გადაიყვანა კობახიძემ, ვინც გადაიყვანა და დაიწყო ძალიან ბევრი ცვლილებები ახალი იმის რა ქვია შეფის ხელმძღვანელობით შეიცვალა ნარკოპოლიტიკა და ძველი ესე რომ ვთქვათ კლანი, რომელი კლანიც იყო ამ რეგიონალური კორუფციით და ბარიგობით დაკავებული, ეს იყო ლილუაშვილის კლანი, დაიწყო ამ კლანზე ნადირობა. და ზუსტად აი ამ კლანზე ნადირობის შედეგი არის ეს ყველაფერი. ახლა რეალობაში რასთანა გვაქვს საქმე? ჩემი აზრია, მე არავის არ ვახვილ თავს. ის რომ კოცური სისტემა არის აყროლებული და ყარს და საერთოდ კლანური სისტემა რომ რა ძლიერიც არ უნდა იყოს. როგორი ძლიერი სისტემაც არ უნდა იყოს და როგორი კარგიც არ უნდა მოქონდეს საერთოდ კლანურ მართლობას ერისთვის და ქვეყნისთვის, აუცილებლად ყროლდება ის. აგერ ახლა ალიევების კლანი რამდენი ხანია აზერბაიჯანში არის მომჯდარი, მაგრამ იქაც და რამდენი სიკეთე გაუკეთა აზერბაიჯანს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის გაძლიერება, დემოგრაფიული ზრდა. გააკეთა. ალიევების კლანი, ალიევების კლანის არის აყროლებაზე მიმდგარი. და აი ეს კლანი, რომელი კლანებიც აქ მოდიან, 4-5 წელიწადი არიან და მერე მიდიან, ეს ამ კლანებზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი, ისედაც ეზიზღება ხალხს. ამიტომ ეს კლანები ყარს. ამიტომ ამ აყროლებული კლანიდან, რომელსაც წარმოადგენს ეს ღარიბაშვილის კლანი, მოდი ასე დავარქვათ, ლილუაშვილის კლანი, გომელაურის კლანი და ეს კლანობია, რომელიც იყო, ეს არის ჩვეულებრივი ტორპედო. ამიტომ ახლა იქ რამდენი კორუფციული სქემა არის აჭარის მასშტაბით, რომლებში არიან ესენიც გარეულები. ჩვეულებრივი ხადნიაკი შედგა, მე გეტყვით ამას, იმიტომ რომ ვიცი ამათი ხელწერა, ვიცი ამათი სისტემა, ვიცი ამათი ისა. ჩვეულებრივი ხადნიაკი შედგა, რომელიც ხადნიაკშიც დაიბარეს ეს ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე გადიდკაცებული ეგონა მისი თავი, მისი კლანობიდან გამომდინარე. წავიდა იქ რაზბორკა, ასე რომ ვთქვათ, და აი ამ რაზბორკის დროს, არ ვიცი ეს დაჭრეს, არ ვიცი რაღაც მოიფიქრეს და უნიჭოთ მოფიქრებული რომ ამას ლაპარაკი არ უნდა. შეიძლება დადგეს მონტაჟი. აი ესეც არ გამორიცხოთ. რომ ამათმა აი ახლა ამ ამბების ატეხვის სანაცვლოდ დადგეს მონტაჟი. იმიტომ ახლა გამოსულიყო რიჟვაძე და კლანური ისინი ემხილებია, მაშინ ეგერე ციხისკენ უნდა წასულიყო, როგორც არიან ახლა ნაცები წასული და ბარეური ქოცი რომ მიაყოლეს ახლა იქ მინისტრის მოადგილე და ის ისე უნდა წასულიყო. ამიტომ აქ მოხდა შეიძლება ან მონტაჟის დადგმა, არა უშავს. ცოტა ხანი გაგიჭირდება, მაგრამ გადაიტან, გამოხვალ და ყველა კარგად იქნება და ყველაფერი ჩაიფარცხება, ან და უბრალოდ მოხდა შიდა კლანური გარჩევა. ქოცური შიდა კლანური გარჩევა, რომელიც შიდა კლანური გარჩევისას დაისაჯა რიჟვაძე. რიჟვაძის მოკლა რომ დომოდათ, რიჟვაძე დიდი ხანი მკვდარი იქნებოდა. რადგანაც ის ცოცხალია, ეს არის უბრალოდ გამაფრთხილებელი ოპერაცია სხვების მიმართ, რომელიც რიჟვაძის კლანში და არა მარტო რიჟვაძის კლანში არიან. თუ რა შეიძლება ხვალდაზე მოხდეს. რა შეეხება იმას, რომ ასეთი რამეები წინასწარ იჟონება და წინასწარ ხდება ინფორმაციის, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების შემზადება. თქვენ ალბათ არ აქცევთ ყურადღებას, არც არის დიდად ყურადღება მისაქცევი, მაგრამ ასეთ მომენტებში ძალიან კარგად ჩანს ზოგიერთი ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი,
ვითომ თავისუფალი ბლოგერი, ვითომ თავისუფალი ესა რა ქვია სიტყვის და მედიის, აი როგორც არის აი ეს ქალბატონი, რომელი ქალბატონიც პირდაპირ არის სუსის მმართველობის ქვეშ